სალამი ჩამოძირფასება და კარგებო, მოდი ვნახოთ დღეს თუ რა ცვლილებები გელოდებათ კარიერასა და ფინანსებში. Გაცრავად. თუ გაინტერესებთ ეს თემა და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ ჩემი არხი, რომ შემდეგშიც არ გამოგცეთ ჩემი გაშლები, რომელსაც მე შემოგთავაზებ მომავალში, ხო? და ახლა მოდით ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი, კონცენტრირდით მხოლოდ საკუთარ თავზე. და დავიწყოთ გაშლა თემის თუ რა ცვლილებები გელოდებათ კარიერასა და ფინანსებში. პერიოდი თქვენ თავად ჩაიფიქრეთ, მე უბრალოდ გავშლი და თქვენ რა პერიოდსაც დააყოლებთ, მოკლედ ჩაფიქრებას. ჩაიფიქრებთ უკაცრავად. იმ პერიოდის განმავლობაში მოდი ვნახოთ თუ რა ცვლილებები გელოდებათ კარიერასა და ფინანსებში. ზედაღლილი ვარ და მე მაპატიეთ თუ ნახევრად, ასე ვთქვათ, ქართულად საუბრობ. კარგი, ნახოთ რა ცვლილებები გელოდებათ კარიერასა და ფინანსებში თქვენს მიერ ჩაფიქრებულ დროის შუალედში. ამატრიალებულ არკანებს მე არ ვკითხულობ. ოს ასე. ეს მოკლედ გადავაჭარბე ჩემი, ასე ვთქვათ, ლინგვისტური შესაძლებლობების ლიმიტს და დავიწყე რაღაცნაირ ენაზე საუბარი, მაგრამ არ აუშვს. ფონიდან გამომდინარე, რომელიც არის შეყვარებლების არკანი, მოკლედ რას გვეუბნება, ხო, აქ რაღაცა ჩანს არჩევნის აუცილებლობა, შესაძლოა გიწევდეთ ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევა, უსაფრთხო და ნაცნობი, თუ ახალი და უცნობი, ხო? კარიერა და ფინანსები ახლა ისე ვითარდება, რომ და გაითვალისწინოთ არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სულიერი და ემოციური მხარეთ შემოძვირფასება, ხო? შემდეგ მოდის ასეთი ეს პირველი, ასე ვთქვათ, ხაზის წყობა, ეს არის 10-იანი პენტაკლები, ეშმაკი, სულელი და კვერთხების დედოფალი. 10-იანი პენტაკლები მიგვითებს ესო დიდ სტაბილურობაზე, ხო? ოჯახურ მხარდაჭერასა და მყარ ფინანსურ საფუძველზე. ეშმაკი გვიჩვენებს დამოკიდებულებას, ასე ვთქვათ, ან ჩაჭერილობას, ხო? შესაძლოა მძიმე სამუშაოს, ვალებს, სიტუაციას, სადაც თავში შეზღუდულად გრძნობთ რეალურად ახლა. სულელი მეუბნება, რომ შემდეგ თქვენ გელოდებათ ამ ყველაფრის გათავისუფლება, ახალი დასაწყისის ენერგიას მოასწავებს ასევე ახალ შანსს, რომ ასე ვთქვათ, გაარღვიოთ ჩარჩოები, რაშიც თქვენ ახლა იმყოფებით ეშმაკიდან გამომდინარე. კვერთხების დედოფალი კი არის ქარიზმატული, შემოქმედებითი ენერგია, ქალი, რომელსაც შეუძლია საკუთარ იდეებს ფინანსურ და საქმიან, ასე ვთქვათ, საქმიერ, ასე ვთქვათ, წარმატებებში გარდაქმნა, ხომ? აი ესე უფრო ვიტყოდი. რეალურად ეს არკანები გვეუბნებიან, რომ თქვენ წინ გელოდებათ ძველი მდგომარეობიდან, აი სისტემიდან ბრჭყალებში გათავისუფლება და ახალი გზის გახსნა, რომელიც თქვენს პიროვნულ ნიჭსა და თავდაჯერებულობაზე იქნება დაფუძნებული. მეორე ხაზი ეს არის პენტაკლების რაინდი, უკაცრავად ბოდიშ მოვიხდი 5-იანი პენტაკლებით, ასების ტუზი და კვერთხების პაჟი. გადავახტიამ სამარკანს. 5-იანი პენტაკლები ეს არის დროებითი სირთულეები, ხო? შესაძლოა ფინანსური ზეწოლა, ფინანსური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდეთ რეალურად ახლა, ან სამსახურში იგრძნოთ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის ნაკლებობა თქვენი კოლეგებისგან და მოკლედ რაღაცნაირად ფინანსური და სამსახურებრივი სირთულეების მომასწავლებელი არკანია დღესდღეობით, ხო? თან პლუს ამას თავს რაღაცნაირად მიტოვებულად თქოს მარტო ხართ ამ სამყაროში. მაგრამ თასების ტუზი რაც გვერდზე გვაქვს, ხო? გვეუბნება ახალ შესაძლებლობებზე, გვპირდება ახალ შესაძლებლობებს, მოტივაციას და შთაგონებას, ხო? კვერთხების პაჟი გვერდზევე მოსდევს, ხომ? ეს არის ახალი გზა, ახალი საქმე, იდეა ან შემოსავლის წყარო. რთული პერიოდიდან წამოვა რეალურად თქვენთვის ახალი შანსი, რომელიც თქვენთვის ასევე იქნება სიხარულის და მოტივაციის მომტანი. აი შემდეგ უკვე მოდის პენტაკლების რაინდი და პენტაკლების მეფე, აქ უკვე პრაქტიკული, ასე ვთქვათ, მუშაობა ჩანს. რაინდი არის მიზანდასახული ნაბიჯები, რომელიც ნელა, მაგრამ აუცილებლად მოგიტანთ შედეგს. პენტაკლების მეფე კი საბოლოო წარმატება და ფინანსური სტაბილურობის
გზების მომასწავებელია, ხო? რეალურად ეს გზავნილია, რომ თქვენი შრომა აუცილებლად შემოძვიფასებო გადაიქცევა სიძლიერის და ეს ვთქვათ გაძლიერების ფაზაში და იქნება ძალიან ასე ვთქვათ ძალიან მოზღვავებულად და ძალიან ხშირი ესე ვთქვათ სამომავლოდ. იმპერატრიცა გვეუბნება დასკვნის არხით, რომ ძალიან სხვადასხვა ძლიერი არკანი აქვს. იმპერატრიცა სიმდიდრეს, სიუხვეს, ესე ვთქვათ, ფინანსურ ზრდას, მატერიალურ ზრდას, პიროვნულ ზრდას და კეთილდღეობას აღნიშნავს. ხო, ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ თქვენი კარიერული და ფინანსური სფერო არა მხოლოდ გამყარებას, არამედ გაფურჩქნვასაც კი დაიწყებს, ხო? რეალურად ახლა შეიძლება ხართ არჩევნის წინაშე და ფინანსურ სირთულეებსაც განიცდის, ხო? შეყვარებულებიდან და ხუთიანად პენტაკლებიდან გამომდინარე, მაგრამ ბარათები ეს თქო გვეუბნებიან, რომ გათავისუფლდებით ძველი შეზღუდვებისგან, ეს არის სიშმაკი და სულელის არკანი, ესე იგი გააღვივებთ საკუთარ ნიშს და ქარიზმას კვერთხების დედოფლიდან გამომდინარე, მიიღებთ ახალ შანსებსა და შემოსავლის წყაროებს თასების ტუზის დედაპაშიდან გამომდინარე და საბოლოოდ მიახდათ სტაბილურობას და სიუხვეს პენტაკლების მეფე და იმპერატრიციდან გამომდინარე, ანუ კარიერასა და ფინანსებში გელოდებათ გარდამტეხი ცვლილება, სირთულეებიდან, სიძნელეებიდან სტაბილურობამდე და სიუხვემდე. ცოტა ეს პატარა რთული პერიოდი არ დღესასწაული გაქვთ და აუცილებლად მეთანხმება ეს თქვა რა ლამაზი ქვაა, შეხედეთ რა ლამაზია. მეთანხმება ეს თქვა, რომ აი ესე გაგორდება და მოკლედ ყველაფერი შეიძლება აი ესე თქვენს ცხოვრებაში უფრო კარგ და სტაბილურ ფაზაში გადახვათ ფინანსებსა და კარიერაში შემოძვიფასებო და კარგებო. სულ ეს იყო, რაც შეიძლება თქვა თქვენს ფინანსებსა და კარიერაზე, თუ რა გელოდება თქვენს ჩაფიქრებულ პერიოდში. მგონი ძალიან კარგი პასუხებიც მივიღეთ, ხო? თუ ეს გაშლა თქვენზე რეზონირდა შემოძვიფასებო, კიდევ ერთხელ მოგიხმოთ რომ დაალაიქოთ ჩემი ეს ანუ ვიდეო, ზოგადად ჩემი ვიდეოები, მითხრათ ჩემი მაყურებლები და გამოიწვევთ ჩემი არხი, რომ არ გამოვცეთ ჩემი გაშლები და პლუს ამას ჩემთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და ასე ვთქვათ мотиваციას მაძლევთ უფრო მეტად რომ ჩაგიწეროთ გაშლები და ავტვირთო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ და ზოგჯერ ქართულად საუბარიც კი მიჭირს. რა ვიცი, აი ქართულს კერკავო, დღეს აი ესე ჩავწერე მგონი გაშლა, მაგრამ რა ვქნათ, ვერ დავიწყებ თავიდან ჩაწერას, რაც ამოვიდა მშვენიერი არკანებია, იმის გამო რომ ქართულად 1-2 სიტყვა შემიშალა, წილადება ვერ დავალაგე. ვერ ჩავწერ თავიდან იმედი მაქვს, რომ გაარკვევთ ჩემს მოხვალილს და ახსნილს და რა ვიცი, დაგეშტობებით ზურფასება ჩემო, ბაბა, კარგად იყავით.